აწყურის მეწყერულ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს უფლებადამცველი ორგანოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ დაზარალებული მოსახლეობის სახლ-კარი მოინახულეს და პრობლემას ადგილზე გაეცნენ. სახალხო დამცველის რეგიონული სამმართველოს უფროსის თქმით, დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, რათა მათ ის კომპენსაცია მიიღონ, რომელიც რეალურად ეკუთვნით. მიხეილი მინდაძის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი დამეწყრილი აწყურის მოსახლეობის პრობლემაზე იმუშავებს და დაზარალებულებს შუამდგომ შესაბამის ინსტანციაში გაუწევს. გავეცანი სიტუაციას აწყურში რეალურად აქ სოფელში მიმდინარეობს აქტიური მეწყრული პროცესები. ეს ადამიანები საჭიროებენ განსახლებას ამ დამეწყრილი ტერიტორიიდან. შესაბამისად სახალხო დამცველი იმუშავებს ამ საკითხზე და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა მთავრობის მიმართ, რათა მოხდეს ამ ადამიანების უზრუნველყოფა სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ხელისუფლების წარმომადგენლები მეწყერულ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას სოფლებში არსებულ სამხედრო ნაწილის ძველ შენობაში შესახლებას სთავაზობენ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქმედებას საქართველოს ტოლილთა სამინისტრო დათანხმდება, შენობა გარემონტდება და კეთილმოეწყობა, რის შემდეგაც მოსახლეობა ფართით დაკმაყოფილდება. თუმცა დაზარალებულთა ნაწილი ფულად კომპენსაციას ან ბინით უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას პრობლემის ნაჩქარევად გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. აგერ სურათი. ხედავთ რა დღეში ვართ. მესამე წელიწადი ასე ვართ ბიძია. მესამე წელიწადი აღარ საქონელია ჩვენთვის ოთხფეხი. აღარ ცხარი, აღარ ძღორი, არაფერი. იცი რა, სახელმწიფო ზარალდება მითი. ჩვენ ხო ზარალში ვართ. ხო და რა იქნება საჩქაროდ მოგცენ. ან ბინაი შესადარი ჩვენი სახლებზე. ან ბინა მოგწონ, ან და ფული მოგწონ, ჩვენ ვიყიდით თავად, ნუ გვაიმართნიან. 8 ოჯახი ვართ, მრავალშვილიანები, სულ ყველას 4 შვილენაკლები არცეც არ აქვს და მე ახლა სახში რო 2 სული ვიყო, იმას ხო არ ნიშნავს, რომ მე შვილი რომ მომივა, პოლზე ხო ვერ დავაწვენ იმან. როგორც გვაქვს სახლები, აუდიტის ისინი ყველაფერი გამზადებული საბუთები უდევს და 4 ოთახი მაინც რომ მიცენ თვითონ ოჯახს თანახმოვ იქნებით მაშინ ყველაფერზე. აწყურში დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება სამცხე-ჯავახეთის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გაუწიეს. სედა მელკუმიანის განმარტებით, ახალციხისა და არა მარტო ახალციხის მუნიციპალიტეტებში ყველაზე დიდ პრობლემას აწყურის მეწყერსაშიში ზონა წარმოადგენს. მისი თქმით, დაზარალებული მოსახლეობის უფლებები ამ კუთხით არ უნდა დაირღვეს და მათ ისეთივე პირობებში უნდა გააგრძელონ ცხოვრება, როგორიც წლების წინ ჰქონდათ. Думаю, такие встречи регионального офиса в регионе будут полезными тем, что мы с первых уст узнаем проблемы, которые волнуют нашего населения. И, естественно, наш офис работает в контексте прав защиты человека, но все это, что мы видим, во многом видим нарушение прав человека. გასულ კვირას ახალციხის მუნიციპალიტეტს ტოლილთა და განსახლების სამინისტროდან ესტუმნენ. წარმომადგენლები დაზარალებულებს შეხვდნენ და მათ საქართველოს სხვა კუთხეში გადასახლება შესთავაზეს, რაზეც ადგილობრივებისაგან უარი მიიღეს. ტოლილთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, სამინისტრო ყველა საკითხს შეაჯერებს სიმსჯელებს და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა ბედი ეწევა დაზარალებულ მოსახლეობას. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მოსახლეობა უსახლკაროდ მეწყერის გამო დარჩა. სოფლებში მცხოვრებ 8 ოჯახს სახლ-კარი მთლიანად დაენგრა. 2012 წლის ოქტომბრიდან დაზარალებულები ნაქირავებინაში ცხოვრობენ.